ფილარმონიის დიდმა საკონცერტო დარბაზმა საბავშვო და ახალგაზრდული ანსამბლების წლიურ შემაჯამებელ კონცერტს უმასპინძლა გუშინ ღონისძიება ცნობილ ქართველ მუსიკოსს ომარ მხეიძეს მიეძღვნა. კონცერტში ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული მუსიკოსებიც იღებდნენ მონაწილეობას ღონისძიების დასკვით. ნაწილში დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. მუსიკოსები და ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელმძღვანელები ქართულ ცეკვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის სხვადასხვა ორდენებით დაჯილდოვდნენ. თავად ომარ მხეიძეს საქართველოს ქორეოგრაფიის მწვრთნელების ორდენი გადაეცა. კონცერტი საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის ორგანიზებითა და ასევე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. დავასახელეთ წლის საუკეთესო ქორეოგრაფი, წლის საუკეთესო პედაგოგი, რეპეტიტორი, დავაჯილდოვეთ გამოჩენილი ადამიანები, როგორც საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენებით, ასევე ბრწყინვალების ორდენებით და ასევე საქართველოს ქორეოგრაფიის რაინდის წოდებები. ეს ჯილდო, რომელიც ჩემმა პროფესიონალებმა ჩემი დარგის ღვაწლმოსილი ადამიანებმა რომ მომანიჭეს ბრწყინვალების ორდენი, ეს ყველაზე დიდი ჯილდო არის ჩემთვის.